ჟანრი პოპ-მუსიკა, პრინციპი შეჯიბრება, მიზანი ტელევიზიის პოპულარობის გაზრდა. ასე გაჩნდა ევროვიზიის სიმღერის კონკურსი. 50-იან წლებში ევროპის მაუწყებელთა კავშირს გაუჩნდა იდეა შეექმნათ ყველაზე უფრო მასშტაბური და სანახაობრივი გასართობი პროგრამა, რომელიც ევროპელ მაყურებელს გააერთიანებდა. პირველ ევროვიზიას 1956 წელს შვეიცარიის ქალაქმა ლუგანომ უმასპინძლა და მას შემდეგ კონკურსი დღემდე ყოველ წელს გამარჯვებული კონკურსანტის ქვეყანაში იმართება. For Sweden, watch this one. ევროვიზიის ყველაზე უფრო ცნობილი წარმომადგენლები არიან ABBA 1974 წელი შვედეთი და Celine Dion 1988 წელი შვეიცარია. სწორედ ამ კონკურსის შემდეგ დაიწყო მათი მსოფლიო აღიარებაც. ევროვიზიის 60-წლიანი ისტორიის მანძილზე ორგანიზატორები შეთანხმდნენ, რომ მუსიკალური ჟანრი არ განისაზღვროს. თუმცა ერთი რამ უცვლელი რჩება, გაკონტროლდეს სიმღერების ტექსტები. არ შეიძლება უცენზურო სიტყვები, პოლიტიკური და რელიგიური მოწოდებები და შეურაცხმყოფელი ეპითეტები. ამიტომაც ყველაზე ხშირად კონკურსანტები ასრულებენ პოპ ან ფოლკ მუსიკას. იშვიათად სრულდება როკი, ბლუზი, ჯაზი და რეპი. ამიტომაც არსებობს ევროვიზიის ეგრეთ წოდებული ფორმატი. ევროვიზია არის შოუ, რომელსაც ყავს 600 მილიონი მაყურებელი. ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრი ქვეყნების გარდა პირდაპირ ეთერში შოუს უყურებს ავსტრალიელი, ამერიკელი, აფრიკელი, კანადელი და სხვა ქვეყნის მაყურებელიც. იღებს 23 კამერა, დაფიქსირებულია 210 მოძრავი განათების ხელსაწყო და 80 ფიქსირებული განათების ხელსაწყო. ევროვიზიის კონკურსი ცნობილია იმით, რომ ის არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო რთული და ტექნოლოგიურად მოწინავე სატელევიზიო შოუ მსოფლიოში. ყოველ წელს ევროვიზიის სცენაზე ახალი ტექნოლოგიების პრეზენტაცია ეწყობა. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებმა კონკურსში მონაწილეობა 1994 წლიდან დაიწყეს. 20 წლის მანძილზე ევროვიზიის მასპინძლობა მხოლოდ 5 ქვეყანამ მოახერხა. საქართველოს ევროვიზიაზე 7 წლიანი გამოცდილება აქვს. საუკეთესო შედეგი ორჯერ ზედიზედ მე-9 ადგილია. Georgia, la Géorgie. ევროპული ოჯახის წევრობის დამტკიცებას საქართველო უკვე წლებია ცდილობს. კონკურსში მონაწილეობა ქვეყნისთვის, რომელიც განვითარების და საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცების პროცესშია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს კონკურსი არ არის მხოლოდ სიმღერის კონკურსი და სანახაობის, როგორც უკვე თქვი, ეს არის ტელევიზიებს შორის კონკურსი, სადაც ჩვენ ყველანი მენეჯმენტს გულისხმობთ, ვეცნობით ერთმანეთს ხედავთ, რა სიახლეებია, რა საშუალებებია, რა გამოწვევებია და ყოველ წელს ვიზდებით. ევროვიზიისთვის მზადება წლიდან წლამდე იცვლება და სხვადასხვა სახეს იღებს. ბოლო წელი ძალიან ხშირად ისმოდა შეკითხვა, მაგალითად, რატომ არ გვაქვს ღია კონკურსი? წელს გადავწყვეტეთ, რომ მთლიანად გავიზიაროთ მაყურებლების მოთხოვნა და გავაკეთოთ კონკურსი, სადაც 50% აარჩევს მარტო მაყურებელი და 50% მხოლოდ საერთაშორისო ჟური. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო წელი გველის, ასე რომ ერთად დავალოდოთ ევროვიზიას. 2015 წლის მაისში საქართველო კიდევ ერთხელ წარადგენს არა მხოლოდ კონკრეტულ შემსრულებელს, არამედ ქვეყანას და მის კულტურულ პოტენციალს.